გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. გადავწყვიტე რომ პატარა საჩუქარი გამეკეთებინა ჩვენი უმაგრესი ჟიურისთვის, გამომდინარე იქნა რომ სწორედ მათ მომცეს შანსი რომ დღეს მე ყოფილიყავი ფინალში. იმედია წინააღმდეგი არ იქნება რომ თქვენთან ახლოს მოვიდე. მაგრამ ამ საჩუქარს დაუბრუნდებით ნომის ბოროს და გავხსნით ყველანი ერთად აუცილებლად. რაც შეეხება ჩემ ნომერს, ანუ ჩემი პირველი ფოკუსის პრეზენტაციისთვის დამეხმარება ჟიურის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული წევრი. როგორც იქნა. მე თქვენ წამოგიღეთ 4 კარტი. რუსკა თუ შეგიძლია ესე ხელი რომ გამომიწევ. ხელი რომ გამომიწევ, ეს ძალიან გთხოვ ნომერს ბოლომდე არ გაამოძრავ, კარგი? მე თქვენ წამოგიღეთ 4 კარტი, ჩემი 4 ჯოკერი. რუსკა მე შემოგცემ მხოლოდ 1 ჯოკერს, კარგი? აი ეს რომ მაყურებელმა კარგად დაინახოს, აი ეს იქონდეს ჯოკერი. ბატონ ლევა, თქვენს თუ შეგიძლიათ აი ეს ხელი გამომიწოდეთ. მე თქვენ მოგცემთ აგრეთვე მეორე ჯოკერს. მაპატეთ ჩემი შეცდომა ეს ჯოკრები აუცილებელია რომ უნდა იყოს გადმოტრიალებული, კარგით? რაში მდგომარეობს ახლა ფოკუსის ამოცანა? ჩვენი ამოცანა არა, ჩვენი ამოცანა რომ ეს ჯოკრები, ანუ ჩემი და თქვენი ჯოკრები უნდა გაუცვალოს ერთმანეთს ადგილი, კარგით? ეს მე შემიძლია გავაკეთო სწრაფად, მაგრამ შემიძლია გავაკეთო კი რა თქმა უნდა, შემიძლია გავაკეთო ძალიან ნელა და თქვენ სინამდვილეში დაგანახოთ, სინამდვილეში როგორ იცვლება კადრი. გვაინტერესებს ნელა? აბარა. დარბაზ თუ აინტერესებს შენელებული კადრი. კარგით. სინამდვილეში ხდება ასე, დააკვირდით. ნუ ეს რა თქმა უნდა ხა ნელა. კი ახლა მოდი ნიკა ის შენთვის გავაკეთე სპეციალურად სწრაფად და როგორც შეგვიძლია თქვენ ამას ვერაფერს ვეგზავთ. შეამჩნიეთ რამე? ვერა, ხო, იმიტომ რომ მე ყურეთ აბსოლუტურად ყველა კარტი გავცვალე, გადმოატრიალეთ კარტები. ეს თქვენი ნიკა, ეს თქვენი თავდასხმა და მაგრამ აქ ჟიურის ერთი წევრი აკლია, არ გეგონოს ზალიკო, თქვენ არ გეგონოთ რომ მე ყურადღების გარეშე დაგტოვეთ, იმიტომ რომ აქ მე მაქვს წამოღებული რაღაცა ერთი კარტი მაქვს წამოღებული, ნუ რომელიც რა თქმა უნდა თქვენ არ გავთ, მაგრამ სამაგეროდ ეს კარტი ჩვენ დაგვეხმარება, რომ შევკრათ სრულყოფილი ჟიური, ეს თქვენ ბატონო ზალიკო. ნიკა, თქვენი დახმარება დამჭირდება. დღევანდელი ჩემი ნომრის თემატიკა სრულად განსხვავებული იქნება ნახევარფინალისგან. აქ არ გვექნება საუბარი ილუზიებზე, თვალისა და გონების მოტყუებაზე. პირიქით, დღეს ჩვენ ნათლად დავინახავთ სინამდვილეში თუ რამდენად ახლოსაა ილუზიის სფერო რეალობასთან. მე მინდა რომ აი კამერამ დააფიქსიროს მაყურებლისთვის, რომ ყველა განსხვავებული კარტია, ჩვეულებრივი კარტია აბსოლუტურად. ნიკა, თქვენს რო შეამოწმოთ, თუ შეიძლება, რომ ჩვეულებრივი დასტა. და გთხოვთ რომ აურიოთ ეს კარტი. აი მე მგონი უკვე აურია ნიკამ კარტი. იცის. აჩიხეთ თუ შეგიძლიათ. აჩიხეთ კარგად. აი მაყურებელის დარწმუნდეს რომ ეს კარტი დაწყობილი არ არის და ამოიღეთ ნებისმიერი კარტი, რომელიც თქვენ გინდათ. ნიკა საკმაოდ კარგი აჩეხვა სოდნია. აჩეხვა თამაშისთვის ვიცით რომ შენნაირი აფერისტობებისთვის კი არა. ნიკა თუ შეგიძლია ამოიღეთ ნებისმიერი კარტი, რომელიც შეგიძლია გამოაცალკევე დასიდა მთლიანად, კარგი? და დაიმახსოვრე მარტო შენ. არანახო არც ჟიურის, არც კამერას, არც დარბაზს, არავის. საწავიღო. ქალბატონო მაგ აი თქვენ რო დაგვეხმაროთ, ხელი გამომიწოდეთ. აი ესე. ნიკა არა. მაკას ხელზე რომ მოვათავს, იცი რომ მე არ შეგხვდათ რო არ გამოსდეს. მაკას ხელზე მოვათავს, მე არ უგიყურებთ. კარგით, აი ესე. და ქალბატონო მაკა, ესე მეორე ხელი რო აიღეთ, ჯერ არაფერი არ ხდება დამშვით. ესე. დამშვით არაფერი. რატომ ჩაყარე ხდები? მეორე ხელი რო აიღოთ, ესე რომ დააფაროთ უბრალოდ ამ კარტს. ანუ ეხა კარტი იმყოფება ესეთ სიტუაციაში. არა, კარტი იმყოფება ესეთ სიტუაციაში, რომ მე მას ვერ შევეხები და ვერც დავინახო, ხო მართალი ვარ. ნიკა, თქვენ აბსოლუტურად ჩვეულებრივი დასტან ამოიღეთ ერთი კარტი, რომელიც თქვენთან აჩეხეთ. სადა დასტა? აგერ არის აბსოლუტურად თქვენ მქონეთ აგერ დასტა. აბსოლუტურად ჩვეულებრივი დასტან ამოიღეთ ნებისმიერი კარტი. კიდე რომ აჩეხო? შეგიძლიათ აჩეხოთ, რა თქმა უნდა. ეხა იგივე კარტი თუ ამოიღეთ, გადაგდებო. არც ვერ ამოიღეთ თქვენ იგივეს, მაგრამ არა, რას ვამბობთ, თქვენ ხო ამოიღეთ აბსოლუტურად ჩვეულებრივი დასტან ერთი კარტი ნებისმიერი, რომელიც თქვენ გინდათ. თქვენი აჩეხილდა, ხო? რომელიც მარტო თქვენ იცით და არავინ არ იცის თელ დარბაზში. რა არის ხა შანსი რომ ეს კარტი გამოვისუნ დაახლოებით. აი მე. აქ 52, 1-52. 1-52, მაგრამ არ ამგონია ეს ალბათობა იყოს, რომ ნიჭიერის ფინალში კონკურსანტი გამოვიდეს. ხო მართალი ვარ? ამიტომ მოდი ეს ალბათობა გავზარდოთ ჩვენ. ამისთვის თქვენი დახმარება დამჭირდება. კლიენტ თქვენი კონცენტრაცია. მოხდეთ მარტო ამ კაზე. მარტო ამ კაზე, გაგეთ? არა. კლიენტ თქვენი კონცენტრაცია თუ შეიძლება, ფოკუსირება მოხდეთ კლიენტ ამ კაზე და მარჯვენა საჩვენებელს და ეს ხელი რო გამომწიოთ, თუ შეგიძლიათ, აი ესე. და უბრალოდ ჩათვალეთ რაღაცა ინფორმაცია უნდა გადმომცეთ, კარგით? ეხა მაიმუნობ უკვე, მაგრამ როგორ გაიგე გამაგებია? 10-იან ყვავი. შეგიძლიათ რა ნახოთ, ქალბატონო მაკა, რა კარტი გიჭირებთ ხელში დარბაზს მთლიანად? ვაიმე!
ეს გავიგე რომ ბოდიალობს ეხლა რაღაცა კონცენტრაცია. ლევან, ჩემთან ითანამშრომლებთ თქვენის ნებართვით, აი ნებისმიერი კარტი რო ამოიღეთ, მნიშვნელობა აქვს. საიდან გეთ ამოიღეთ? ამოიღეთ, დაიმახსოვრეთ. ამ შემთხვევაში ანახეთ კამერას. ჟიურისას თუ შეიძლება დარბასაც ყველას ანახეთ ეს კარტი. ანახეთ ყველას? მეც მანახე. და მოდი მათ შორის მეც ვნახავ. ცოტა საინტერესო რო გავხადოთ ეს, აი ნახეთ კარტი. მე ცოტა საინტერესო რო გავხადოთ ეს ფოკუსი და განსხვავებული დეტალი რო შევიტანოთ ამ ფოკუსში. მე ამ კარტს დავხევ. კარგით? აი ესე დავხევ, კარგად. ეს. და ბატონ ლევან, ხერიო გამომეწოდოთ და რაღაცა აი არ შევხედავ, რაღაცა ეს კარტს ამოვიღებ, ეს ნაწილს უბრალოდ თქვენ გქონდეთ აი ეს, კარგით? ბროდ ფოკუსის გასაგრძელებლად მე დამჭირდება სანთებელა, ეძამით? სანთებელა ხო არა, გავგცემთ ხოლმე მაგათეთ, აგერ ვიპოვიკო, მადლობა. ყველა კარგად ხო, ძალიან გთხოვთ რომ ყველამ კარგად დააკვირდით. შეხედეთ დააკვირდით. რა საკეთე? გამოაგდებს მალეტარგოს. ეხლა იცით რა შვება ეს სანთებელა? გამთლიან. ხელს მიწვავს ძალიან, მაგრამ სიამდვილე შეხედეთ ამ სანთებელას შეუძლია მთლიანად გააქროს კარტი, მაგრამ ის კარტი რომელიც მარტო მე მაქვს ხელში, ხვდებით? მაგრამ არა უშავს, თავარია პანიკას არ ავყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ნაწილი ისევ გვაქვს, რომელიც ლევანმა ამოიღო. ბატონო, თქვენ ისევ გააქვთ, ხო, არა უშავ დამშვიდე რუსკა. თქვენ ისევ გააქვთ, ხო მართალი ვარ, ერთი ნაწილი. ზოგადად როცა რაღაცა ქრება, ის აუცილებლად სადღაც ჩნდება. მე თქვენ ნომრის დასაწყისში მოგიტანეთ საჩუქარი, რომელიც ჯერ არ გაგვიხსნია, ხო მართლა ხელი არავის არ დაუდია, ხო? აი იქნება თუ არა ძალიან მაგარი რომ აი ამ საჩუქარში ხა იყოს თქვენს მიერ ამოღებული კარტი ბატონო ლევან. ძალიან მაგარი. აი შეხედეთ გავგიჟდები ეხლა. დააკვირდით ჩვენ რომ ეს საჩუქარი გავხსნათ. ნუ აქ არის რა თქმა უნდა ბარამბო შოკოლადი, ძალიან მაგარი იქნებოდა თქვენი საჩუქარი. თქვენი კარტი რა ყოფილიყო, მაგრამ მე ვთვლი რომ უფრო მაგარი იქნება თუ აი ამ საჩუქარში, მე თქვი საჩუქარში და არაყულში იქნება თქვენი კარტი. ნიკა მოდი თქვენ აი რომ გახსნათ, მე არ მინდა ხელი რომ შევხოთ, თქვენ თორე გახსნათ. შოკოლადი აღოთ. რომ გახსნათ მიანეთ ეს ხუთი. როგორც გინდათ გახიეთ რაც გინდათ ის გავუკეთეთ. ასე. გახსენით და შიგნით იქნებ იპოვოთ რაიმე განსხვავებული და რომ ანახოთ. და ეს კარტი ეს არის მაგრამ ამ კარტს ერთი ნაწილი აკლია. თუ ეს ნამდვილად ის კარტია, გავგიჟდები ისე. თუ ეს ნამდვილად ის კარტია, რომელიც თქვენ ამოიღეთ ბატონო ლევან, მაშინ აი ეს ნაწილი მას შეხედეთ აი 100%-ით უნდა შეესაბამებოდეს. აიმე! თქვენ გიცელებთ თქვენ შეამბობთ. მადლობა ყველას აბსოლუტურად, დიდი მადლობა. მადლობა. ვიდები ყველა ჯერზე, აღარ ვიცი. ასეთი ნომრების დროს ყოველთვის რაღაცას ხდები ხოლმე. აი ახლა აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გავიგე. ვერაფერს ვერ მივხვდი. ბრავო, შოქში ვარ. ლაშა